სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს უკვე დაიწყო მე-16 განყოფილება, რომელიც ჩაწერილი იქნა 1991 წლის 1 იანვარს. ახალი წელი ამ კითხვა-პასუხებით გახსნა ეთყობა ბატონმა ჯონმა და სად ვიყავი მე-91 წლის 1 იანვარს ვამთავრებ სკოლას, სკოლის დამთავრების წელი არის ჩემი და 1 იანვარს გადავედით მე-10 კლასი იყო მაშინ. 0-დან მე-10 კლასი და ზაფხულში დავამთავრეთ ჩვენ ამას. ბევრი რამე მოხდა 91 წელში, საინტერესოა რა. და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ლოს-ანჯელესში, გლენდელის უბანში, კალიფორნიის შტატში ჩატარდა მადლის სათემოს ეკლესიაში. სანამ კითხვა-პასუხს დაიწყოს ბატონი ჯონი, ესეთ განცხადებას აკეთებს და მეც ესე დავასათაურე. რომის პაპი იოანე პავლე არის თუ არა ქრისტიანი? და ამის მიზეზი ის მოხდა, რომ ამ დღეს, ან წინა დღეს, არ ვიცი ხლა მე არ ჩამიხედია, დაჭრეს, არ ვიცი იცი თუ არა, თურქული წარმოშობის ხაჯამ თუ ესეთმა პიროვნებამ დაჭრა, დიდი ამბავი იყო, ჩვენ გავიგეთ ესეც საბჭოთა კავშირში, აბრალინე საბჭოთა კავშირის ხელს ურევდნენ, იმიტომ რომ პოლონელი იყო და ძალიან დიდ როლს თამაშობდა ეს ზუსტად ამ საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში. უფრო პოლიტიკური მოღვაწე იყო ეს იოანე პავლე და ძალიან დაახლოებული იყო როგორც მაგ დროს რეიგანთან, მერე ბუშთანაც და მისმა შემოსვლამ დიდი გამოიწვია აჟიოტაჟი ევროპაში და დღესაც პოლონელები, ჩემი ნაცნობ მეგობრები ყველანი ძალიან ამაყობენ ამ პიროვნებით და მოკლედ ძალიან ბევრი იმაშება, იმიტომ რომ მანამდე იყო ძალიან დამყარებული მდგომარეობა ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით. და მან რაღაც გამოაცოცხლა და კედლის დანგრევა მეგონი კი არა საქართველოშიც იყო ჩამოსული, მაგაზე დიდად გააკრიტიკეს ილია მეორე, შევნაძის ინიციატივა იყო ეგ მე რაც მახსოვს და მოკლედ ძალიან ესეთი პიროვნება იყო და ეს რო დაჭრეს ბატონმა ჯონმა ჩათვალა რომ კომენტარი გაეკეთებინა აი რატომ ნახავთ. ამაღამ ჩვენ გსურსუნთ თქვენ გქონდეს შესაძლებლობა დაგვისვათ შეკითხვები, რომლებიც თქვენს გულში არის ბიბლიის ირგვლივ პირადულ ცხოვრებაზე ჩვენი ეკლესიის სახურებასთან დაკავშირებით. მანამდე კი სანამ ჩვენ დავიწყებთ, ნება მომეცით რომ უბრალოდ ერთი კომენტარი გავაკეთო. დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ მედიაში იქნება თუ ყველგან რომის პაპის ამ დაჭრაზე. რაც მოხდა წმინდა პეტრეს მოედანზე ვატიკანში. თქვენ იცით რომ ის ყოველ ოთხშაბათს გამოდის ხოლმე იქ სიტყვით აივანზე და როდესაც ის მანქანიდან გადმოდიოდა რომ ასულიყო იქ მას ესროლეს. მეც ნამყოფი ვარ იქ ერთ-ერთ ესეთ ოთხშაბათს, როდესაც ის სიტყვით გამოვიდა პეტრეს ტაძრის წინ. უბრალოდ რომ ყველაფერი პერსპექტივაში ჩამოვაყალიბო, ფიქრობ თქვენთვის საინტერესო იქნება მხოლოდ რამოდენიმე პატარა დეტალის ცოდნა ამ პიროვნებისა და საერთოდ ამ ტიტულის შესახებ. ეს არის პირველი არაიტალიელი პაპი 4 ან 5 საუკუნის განმავლობაში და ის პოლონელია. მაგრამ ბევრი საუბარი იყო იმაზე, არის თუ არა პაპი ქრისტიანი. და რეალურად ერთმა ჩემმა ძალიან ცნობილმა ახლობელმა, ცნობილმა ქრისტიანმა ლიდერმა მითხრა, რომ რომის პაპი ისეთივე ქრისტიანიაო, როგორც მე ვარო. მე მაქვს რამოდენიმე კითხვა ამის შესახებ გულწრფელად და გეტყვით რატომ. ცოტა ხნის წინ, როდესაც რომის პაპი, ეს პაპი იოანე პავლე, მე მგონი მე-6 თუ მე-2, არა, იოანე პავლე მე-2 იმიტომ რომ იყო მე-6-ს არ შემიძლია მათი დათვლა უკვე აგერევათ ტვინში და ისტორიაში იყო დრო, როდესაც ერთდროულად 3 პაპიც კი იყო, მე ადრეც ვახსენე ეს და ყველა ეს 3-ვე იბრძოდა ქრისტეს ძალაუფლებისათვის, ქრისტეს სავარძელისათვის, იცით ხო? ვიკარი რასაც ქვია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მან თავი ამ სიმბოლიკით დაიმშვენა და გამოარჩია. არ ვიცი იცით თუ არა რომ ყველა რომის პაპს აქვს რაღაც გარკვეული თავის სიმბოლო, რომელთანაც აიგივებს და გამორჩეულია. მას აქვს ლოგო თავზე. როგორც თქვენ დაწერთ ხოლმე თქვენ საკანცელო ნივთებზე, ზოგი აწერს ამას ბეჭედზე, სახელს ან რაიმე ნიშანს, რომელიც გამოარჩევს მას. და მისი ლოგო სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო. ტრადიციული ქრისტიანული სიმბოლო ჩვენ ვიცით რომ არის ჯვარი, ხო? ძალიან მარტივი ჯვარი. ორი ხაზით. ამ პაპს აქვს ჯვარედინი ცენტრი. რაღაც გრძელი ნაჭრი, შემდეგ კი რაღაცა სხივი ძალიან მოკლე მხრიდან გამოდის. ეს თითქმის გავს რაღაცა ყუთის მსგავსია. და
და გამოწეული კიდეები არის და ყუთის შუაში არის ძალიან დიდი, უზარმაზარი, რაღაცა ესეთი გამუქებულად შავი, ასეთი M, რომელიც მარიამს აღნიშნავს. ისე რომ ჯვარი გადატანილია ცენტრიდან და უბრალოდ ეს M-ი უფრო წინა პლანზეა ამ ყუთში. და რა ვიცი, ყოველივე ამის შემდეგ, თუ არის კიდევ ილუზია იმის შესახებ, თუ სადგას ის სულის გამოსყიდვის დოქტრინის თვალსაზრისით. ეს ვინმე კარგად უნდა აუხსნა საკუთარ თავს და გაარკვიოს. ჩემთვის ეს ბევრის მეტყველია. კერძოდ ის ადასტურებს მარიამის თანაგამოსყიდვის ხასიათს, რომ მარიამს თანაბრად შეუძლია გამოისყიდოს ქრისტესთან ერთად ადამიანის სული. რაც ჩემი აზრით და ძალიან ბევრი ადამიანის ამაზე რომ უდიდესი ერესია. ეს არის ერეტიკოსობა, რომელიც უარყოფს იესო ქრისტეს, მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს მიერ გამოსყიდვალ ამ თელ გეგმას და საქმეს. ასე რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანმა ამტკიცოს, რომ მარიამიც არის გამომსყიდველი და ის მიატმასნო იესო ქრისტეს სახარებას. მე არ ვამბობ, რომ ის არ არის კარგი ადამიანი, როგორც ადამიანი და კაცი, მამაკაცი. მართლაც ის შეიძლება იყოს კარგი. მაგრამ როგორც ქრისტიანი, მე ეჭვმეპარება, რომ ჩვენ ქრისტიანობაზე გვაქვს სრულიად საპირისპირო გაგება და განცხადება. ეს საერთოდ კათოლიკური ეკლესიის პრობლემაც არის. აი ეს მინდოდა მე მეთქვა, ეხლა კი გადავიდეთ თქვენს შეკითხვებზე. მადლობთ.